საღამომშვიდობის. Თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. დაიგვიანეს. თუ რატომ დავარქვი ასე, ამ თავითვე შევეცდები განმარტებას, მაგრამ ცოტა გამიჭირდება ალბათ. დაიგვიანეს ეს ერთი სიტყვა ნებისმიერ ქართველში ასოციაციური მეხსიერებით აუცილებლად აღძრავს და გაახსენებს ქართველ კაცს ერთ ცნობილ ქართულ ხალხურ სიმღერას, რომელიც დაწერილია აკაკი წერეთლის შესანიშნავი პოემის პატარა კახის ერთ-ერთი ეპიზოდის ტექსტზე. დაიგვიანეს ეს შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში იყოს სრულიად ბანალური, ყოფითი დეტალის ამსახველი ცნება, მაგრამ ჩვენთვის ქართველებისთვის რაღაცნაირად განსაკუთრებით ამ აკაკი წერეთლის ტექსტის ქართულ ხალხურ სიმღერად გადაკეთების შემდეგ ეს ჩამოყალიბდა როგორც ისტორიული შემოძახილი, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი რამ, თუ გნებავთ ეროვნული დრამა, შესაძლებელია ეროვნული ტრაგედიაც. რაგი ამდენი ვილაპარაკე ამ თემაზე, მოდით გავიხსენოთ ჩვენი დიდებული მომღერლები. ილია ზაქაიძე, თემურ ქევხიშვილი, ჰამლეტ გონაშვილი და სხვები, რომლებიც უბწყინვალესი შესრულებით გვატკბობდნენ ხოლმე აი ამ სიმღერისა და ახლა მინდა პატარა ფრაგმენტი შემოგთავაზოთ. დაიგვიანეს ჯერანსად შანან ჰარლანო Magram salamurs tumo crescuri Andamaturi zalit gamasse მოდით აქ შევწყვიტოთ, თორემ შესაძლებელია ეს გაგვიტაცოს ამ დიდებულმა სიმღერამ, რომ საერთოდ გადაგვავიწყოს გადაცემას და ის პრობლემებიც, რომელთა შესახებაც ამ გადაცემაში უნდა გესაუბროთ. რატომ ავიღე ეს თემა დაიგვიანეს? სად დაიგვიანეს? უпростоრად სად დავიგვიანეთ ქართველებმა? რა დავიგვიანეთ ისეთი, რომ ამას ასეთი უზარმაზარი მნიშვნელობა მივანიჭეთ? მოდით ჯერჯერობით მხოლოდ ეს ერთი სიტყვა დავიმახსოვროთ. დაიგვიანეს. დანარჩენი ყველაფერი დავივიწყოთ და მივყვეთ გადაცემას. დასავლეთი გვიპირისპირდება, დასავლეთი გვებრძვის. დასავლეთს რაღაცა ჩაფიქრებული აქვს და რაღაცის ისეთის მიღწევას ცდილობს საქართველოში, რომელიც ქართველებისთვის ნამდვილად საზიანო. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოლი არის შესანარჩუნებლად სხვა საკითხებთან ერთად ოჯახური ღირებულების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონების გაუქმებაა მოთხოვნილი.
საქართველოს წინააღმდეგ ვერშემდგარი შეთანხმების შემდეგ კაია კალასი მაკა ბოჭორიშვილს 8 პუნქტიან წერილს უგზავნის და მოითხოვს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების მიზნით აგვისტოს ბოლომდე ქვეყანამ ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიში ასახული რეკომენდაციები შეასრულოს. კერძოდ, უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისთვის ბრიუსელი თბილისისგან მოითხოვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, ასევე ცვლილებების შეტანას ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და მოქმედო გეგმაში, რათა ბრიუსელის მტკიცებით სრულად იყოს დაცული LGBTQ პირთა უფლებები. ერთი სიტყვით ევროპელები გვეუბნებიან, რომ თქვენ თუ უფლებას არ მოგცემთ, რომ თქვენს ქვეყანაში ჩვენ გავატაროთ გაუთავებელი პროპაგანდა LGBT პრობლემის. ამის უფლებას თუ არ მოგცემთ. თქვენ თუ არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი თანხები რამდენიც გვინდა იმდენი ოღონდ უპრაგონოდ და უკონტროლოდ ვხარჯოთ თქვენს ქვეყანაში ჩვენი ინტერესებისთვის და არა თქვენი ინტერესებისთვის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დაგიპირისპირდებით იმდენად, რომ აი იმ ერთ რაღაცას, რაც გადმოგვიგდეს, უვიზო მიმოსვლა, აი ამასაც შეგიზღუდავთ, ამასაც გაგიუქმებთ. ესე წარმოგიდგენიათ რა დადეს სასწორის ორ პინაზე, აქეთ და აქეთ. ერთის მხრივ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, რაც ნამდვილად კარგია, ნამდვილად მინაღწევარია, ნამდვილად სიამოვნებს ქართველებს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ამას გაგიუქმებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეეცდებით თქვენი იდენტობის დაცვას, თქვენი ზნეობის დაცვას, თქვენი წესჩვეულებების, ტრადიციების, ისტორიის, კულტურის, სულიერების, ცნობიერებისა და ყოფიერების დაცვას თუ კი შეეცდებით, ამას გაგიუქმებთ, გვეუბნებიან, რატომ, რა დავაშავეთ, რა უნდათ, რაშია საქმე, მოდით გზადაგზა გავერკვეთ ამაში. ახლა კი პირველი შეფასებები, რაც ამას მოყვა მართველი პარტიისგან. გვეუბნებიან, რომ და ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელსაც არ აქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ყველასთან უნდა სავიზო რეჟიმი შემოვიღო. თუ იქნება სიღარიბე, სიდუხჭირე, ეკონომიკა არ განვითარდება, უნებრივია ასეთ პირობებში ადვილია რევოლუციური, ასე ვთქვათ, ნებების გაღვივება. ჩვენგან ვერ შევა ადამიანი ევროპაში თუ შესაბამისი ვიზა არ აქვს. ჩვენ არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროპასთან, რომ სახმელეთო საზღვარით რამენაირად მოხდეს მათი გადასვლა თუ გადაპარო. მაგრამ გეუბნებიან, რომ ჩაკეტე ქვეყანა არ განვითარდე. ესე იგი, წარმოგიდგენიათ კიდევ რა მოთხოვნას გვეყარებენ, ყველა იმ ქვეყანასთან თქვენ უნდა გააუქმოთ უვიზო მიმოსვლა, რომელ ქვეყნებთანაც ჩვენ არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა ევროპას. რა თქმა უნდა, მივხვდით, რომ პირველ რიგში საუბარია რუსეთზე. ალბათ არა მარტო რუსეთზე, მაგრამ პირველ რიგში საუბარია რუსეთზე, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რა წივილ-კივილი ატეხა მათმა აგენტურამ საქართველოში და ევროპელებმაც, მაშინ როდესაც რუსეთთან ჩვენი მონდომებით და მეცადინეობით, სხვათა შორის მეც ვიყავი ამ საქმეში ჩართული თავიდან ბოლომდე, რომ მოხსნილიყო სავიზო რეჟიმი. ჩვენი მონდომებით და მეცადინეობით, როდესაც აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის. აი ეს ფრენები არ უნდა აღმდგარიყო, ჯერ ამისთვის იღწოდა ეს ადამიანები აქ აგენტურა დასავლეთისა და ევროპისა. ჯერ არ უნდა აღმდგარიყო, მაგრამ შემდეგ როდესაც აღდგა, შემდეგ დაიწყეს მოძრაობა იმ მიმართულებით, რომ ის პირდაპირი ფრენები, რომელიც როგორც იქნა აღვადგინეთ, უნდა გაგვეუქმებინა. აი ეს ადამიანები არიან ესენი, ესე იგი ყველაფერს თავიანთ თარგზე ჭრიან და კერავენ. ყველაფერი საკუთარი ინტერესების შესაბამისად უნდათ რომ წარიმართოს და არა ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების შესაბამისად. აი ასე იქცევიან ევროპელები და რატომ იქცევიან ასე, აი ამის გარკვეულია თუმცა ყველაფერი, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გადავავლოთ ამას თვალი და ახლა ვნახოთ გერმანიის ელჩი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ყველა დანარჩენი მათი ელჩები როგორ იქცევიან საქართველოში და რას ქადაგებენ და საით გვიბიძგებენ.
2024 წლის დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანა სწრაფად შორდება ევროკავშირის ყველა ფუნდამენტური მიმართულებით. საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და გერმანიასთან ღრმა კრიზისს განიცდის. არ ვარ დარწმუნებული, რომ არსებობს გამოსავალი, თუმცა ვფიქრობ, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ საქართველოს ხელშია. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან ჩვენ ვიყავით საქართველოს სანდო პარტნიორები. ვისურვებდით, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს, თუმცა თუ კი საქართველოს ისურვებდა კვლავ ჩვენი პარტნიორი იყოს. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არის პრივილეგია. ის დამოკიდებულია კონკრეტულ მოცემულობებზე. ჩვენ შევხედავთ და მოусმენთ საქართველოს ხელისუფლების პასუხს ევროკომისიის მოთხოვნებზე და ამის მიხედვით გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. ქვეყანაში მიღებულია სამოქალაქო საზოგადოებისთვის რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წესებს. არ გვინდა სანქციების დაწესება, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ სანქციებს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უნივერსალური უფლებების სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების შეთანხმებების საფუძველზე, რომლებსაც საქართველოს თავად მოაწერა ხელი. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და ამას მომავალშიც გავაკეთებთ, თუ საჭირო იქნება. რა რეპრესიული მექანიზმები და კანონებია ამოქმედებული საქართველოში შემტარვალო და შემოძალადევ. რა რეპრესიული მექანიზმია ამუშავებული? ის, რომ დასავლეთიდან შემოსული ფული გაკონტროლდეს, ანუ სახელმწიფომ იცოდეს, დაიხარჯა თუ არა იმის შესაბამისად, რა მოტივითაც შემოვიდა საქართველოში. ეს რეპრესიული მექანიზმია? ან ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები და მომავალი თაობა არ გავარყვნევინოთ თქვენს უბინძურეს პროპაგანდას ამ LGBT უბედურებისა, არ გვინდა ეს ქართველ ხალხს. ეს რეპრესიული მექანიზმია? რაც არ გვინდა ქართველ ხალხს იმას, რომ გვახვევთ თავზე, თქვენ ელჩებიან, პრეზიდენტებიან, პრემიერებიან და ყველა ერთად თქვენი დასავლური სტრუქტურები. აი ეს არის რეპრესიული მექანიზმი. თქვენ ატარებთ რეპრესიებს ქართველი ხალხის ნებასურვილის წინააღმდეგ და გვეუბნებით, რომ თურმე საქართველოს მმართველი პარტია და მთავრობა ატარებს რეპრესიულ მექანიზმს. არავითარი რეპრესიული მექანიზმები დღეს საქართველოში არ ტარდება, თორემ თქვენ ასე თავისუფლად ვერ იპარპაშებდით და ვერ იბოგინებდით საქართველოში, იმიტომ რომ გამოცხადებული იქნებოდით პერსონა ნონ გრატად და გაძევებული იქნებოდით საქართველოსთან სრულიად კანონიერად, როგორც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ნორმებისა და წესების შესაბამისად. ასე იქნებოდა, მაგრამ ასე რომ არ არის, ეს არის ცუდი. ოღონდ ეს რეპრესიები კი არ არის პირიქით. ეს არის კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება ვერ დგას იმ სიმაღლეზე, რომ დაიცვას კონსტიტუცია, კანონები და საერთაშორისო წესები. აი რას უნდა უკიჟინებდეთ თქვენ ხელისუფლებას, თუ მაინც და მაინც გინდათ რომ შენიშვნები მისცეთ, მაგრამ თქვენ ამას ყველაფერს აკეთებთ პირიქით და საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ უბინძურესი ვნებები და ზრახვები გამოძრავებთ საქართველოში. ეს უნდა ითქვას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრით და გადაწყვეტილად. დიახ, ახლა როგორ ეგებება ყველაფერ ამას დასავლეთის აგენტურა, დასავლეთის მეხუთე კოლონა. კარგავთ არამხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ კარგავთ ქართული ოცნების პირობებში იმ მონაპოვარსაც, რომელიც ათწლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა და ის სიკეთეები, რაც მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, რომელ ბანაკშიც არ უნდა იყო, ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, მაგრამ კარგავთო რომ მოთქვამ, ქალბატონო, რატომ კარგავთ? გვართმევენ და იმიტომ. რატომ გვართმევენ? იმიტომ რომ გვაშანტაჟებენ. რატომ გვაშანტაჟებენ? იმიტომ გვაშანტაჟებენ, რომ უნდათ სუვერენიტეტი წაგგვლიჯონ, უნდათ თავისუფლება დაგვაკარგინონ და უნდათ ისე მოვიქცეთ, როგორც თვითონ გვიბრძანებენ და გვიკარნახებენ. თუ ყაბულს არა ვართ, თუ ამას არ მივიღებთ, ასეთ შემთხვევაში გვართმევენ, მაგრამ თქვენ თუ ქართველი ხართ, თუ საქართველოს მოქალაქე ხართ, თუ საქართველო გტკივად და გაწუხებთ, მაშინ საკითხი ასე უნდა დასვათ. რომელი უფრო დიდი ღირებულებაა? ევროპაში უვიზო მიმოსვლა თუ საქართველოს სუვერენიტეტი, თუ საქართველოს სულიერების, იდენტობის, კულტურის, წარსულის, ტრადიციების დაცვა, რომელი უფრო დიდი ღირებულებაა?
რა თქმა უნდა, უფრო დიდი ღირებულება არის ის, რაც საქართველოს ისტორიაა, რაც საქართველოს სულია, რაც საქართველოს ყოფნა. აი ეს არის უფრო დიდი ღირებულება. კი ბატონო, კარგია, უვიზო მიმოსვლა ევროპაშიც, ჩინეთშიც, რუსეთშიც, ამერიკაშიც, სადაც გვაქვს და სადაც არ გვაქვს. სადაც გვაქვს კარგია, სადაც არ გვაქვს. ცუდია რომ მქონდეს კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს არ არის საპირწონე იმისა, რასაც საქართველო ქვია. რასაც საქართველოს დღევანდელი და ხვალინდელი დღე ქვია. ამიტომ ნუ შეგყავთ ადამიანები შეცდომაში. ნუ ცდილობთ რომ თავს მოახვიოთ მათ აბსოლუტურად ყალბი ღირებულებები და ნუ ცდილობთ რომ ტყუილი დეზინფორმაცია გამოაცხადოთ სიმართლედ და ინფორმაციად. თქვენ ახლა რაც თქვით, ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. აი კიდევ ერთი ქალბატონი. ივანიშვილი აგრძელებს პერსონალური სანქციების თავის არიდებას ორბანის გამოყენებით და ასანქცირებს ქართულ ხალხს. საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას და შესაძლებელს ხდის, რომ 3 მილიონი ქართველი დასანქცირდეს იმის გამო, რომ მან თავიდან აიცილოს პერსონალური სანქციები. აი შემატყუარა და ცალტვინა დედაკაცო. იმიტომ მოგმართავ ასე, რომ ამას იმსახურებ. იმიტომ რომ ცდილობ მთელი ქართველი ხალხი მოატყუო ერთი ვირეშმაკული განცხადებით, რომ ვითომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს სანქციები მოიხსნას და ამის გამო დასანქცირდეს მთელი საქართველო, ანუ ამის გამო მთელ საქართველოს ქართველ ხალხს წაართვან უვიზო მიმოსვლის უფლება და საშუალება ევროპასთან. კი, მაგრამ როგორ გამოდის ეგ ქალბატონო, რა გინდათ რომ თქვათ? ესე იგი, თუ კი ჩვენ ამ უვიზო რეჟიმს მოგვიხსნიან, ანუ ვიზებს დაგვიწესებენ ისევ, რა ბიძინა ივანიშვილს მოუხსნიან სანქციებს, რომელიც დაწესებული აქვთ და რომელსაც კიდევ დაუწესებენ და გაამძაფრებენ ალბათ. ხომ არ დგას საკითხი ასე? ბიძინა ივანიშვილის სანქციის მოხსნის საკითხის საპირწონედ ხომ არ ხდება ეს ამბავი? ეს ორი მოვლენა ხომ არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული? რა შუაშია ეს? ბიძინა ივანიშვილს სანქციების მოხსნა რომ უნდოდეს და ამის გამო საქართველოს ინტერესებს რომ წირავდეს, მაშინ მისთვის საკითხი საერთოდ არ დადგებოდა ასე. ის მიყვებოდა დინებას, მიიღებდა ყველა დავალებას, ყველა შემოთავაზებულ დირექტივას დასავლეთის მიერ და გააგრძელებდა ცხოვრებას ისე როგორც ცხოვრობდა ხელისუფლებათა მთელი თაობები და თვითონ ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში. მაგრამ მან არ მიიღო ეს. რატომ? იმიტომ რომ დაიცვა საქართველოს სუვერენიტეტი. დაიცვა საქართველოს უფლება. იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. იყოს სახელმწიფო, რომელიც ცხოვრობს საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც კანონებს იღებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. აი ამ გზას რომ დაადგა ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ უხსნიან ის თახსირი ევროპელები ქართველ ხალხს და საქართველოს აი ამ უვიზო მიმოსვლას და ართმევენ ამ უფლებას და საშუალებას. და თქვენ როგორ გინდათ წარმოადგინოთ ეს ვითარება? პირიქით ხომ? თითქოს თუ კი ეს მოხდება და საბოლოოდ წაგვართმევენ ამ უვიზო მიმოსვლის უფლებას, ამითი ბიძინა ივანიშვილი თავისუფლდება სანქციებისგან. ხომ ტყუილია ეს ქალბატონო? და რატომ იტყუები, რატომ ცრუობ? არ გცხვენია? ოჯახში ხარ გაზრდილი? და ოჯახის პატრონი ხარ? როგორ შეიძლება იმის გაკეთება, რაც ახლა გააკეთე? კი, მესმის პოლიტიკოსები დემაგოგობენ, თუ აქვთ ამის ნიჭი და შესაძლებლობა. რამდენადაც ეს მათთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ყველაფერს კი არ კადრულობენ. თქვენ ახლა რაც იკადრეთ, ამას ქვია ყველაფრის კადრება. თქვენ ახლა რაც იკადრეთ, ამას ქვია არა ბიძინა ივანიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენება, არამედ შეურაცხყოფის მიყენება საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. რაც არ გეპატიებათ, არ გეკადრებათ, მეთქი მინდოდა მეთქვა, მაგრამ ალბათ გეკადრებათ, რა კი კადრულობთ, თუმცა ამას არ უნდა კადრულობდეთ და ახლა მინდა
ამასთან დაკავშირებით მოგასმენინოთ ერთი პატარა ფრაგმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გამოსვლიდან. ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხი, ხო? როცა საუბარია დავუშვათ პატიმრებზე, იქ ძალიან მკაფიო პასუხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულმა პატიმარმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ხო, ამაზე დაგვიწყო საუბარი. კეთილი ინებონ და დაგვიცაბუთონ თუ აქვთ რაიმე სამართლებრივი კითხვები რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი კითხვები არ არსებობს. შესაბამისად არის სარიელი პოლიტიკური ულტიმატუმები, რაც ძალიან სამწუხაროა. რომ გაგკივი ხართ ამ პოლიტიკურ პატიმრებზე და რომ გაგკივი ხართ თქვათ არჩევნების გაყალბებაზე, გითხრეს, გთხოვეს, თუ კი გაქვთ რამე არგუმენტი, რამე საბუთი, რამე ნივთმტკიცება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მოიტანეთ. ეგ თქვენი საბუთები და არგუმენტები, ეგ თქვენი ნივთმტკიცებები და ამას განიხილავს ის შესაბამისი ორგანო, რომელმაც უნდა განიხილოს. მაგრამ თქვენ ხომ ვერ წარმოადგენთ ვერც ერთი ფაქტი, ვერც ერთი დოკუმენტი, ვერც ერთი მასალა ამასთან დაკავშირებით. თქვენი სიტყვები არის ცარიელა სიტყვები. თქვენი სიტყვები არის უსაფუძვლო სიტყვები. თქვენი სიტყვების უკან არაფერი არ დგას. ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ახლა იგივეს აკეთებთ თქვენს და თქვენი პატრონებიც ამ ვითომ პოლიტიკური და სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით. რა სინდისი? სინდისი ცხოვრებაში არ გქონია და როცა დაგიჭირეს მაშინ გაგიშტათ სინდისი. რომელ სინდისია ლაპარაკი, როდესაც აბსოლუტური სიცრუის მკადრებლები ხართ, როდესაც დარბი ხართ შეიარაღებულები. თუნდაც იგივე პიროტექნიკაა თუ რაღაცა უბედურებაა, ხომ და ადამიანებს აზიანებთ. აი ამ კადრებს რომ გიდებენ პირდაპირ თვალწინ. თქვენ ამბობთ რომ არა, ეს დანაშაული არ არის. დანაშაულია ადამიანისთვის დაზიანების მიყენება და ამისთვის ისჯებით. თქვენ არა გაქვთ საბუთი, არავით არის საბუთი, აი ახლა გითხრათ პრემიერ-მინისტრმა, მოიტანეთ და დადეთ თუ არის რამე, თუ სამართლებრივი რამე შეკითხვა არსებობს, მაგრამ შეკითხვაც კი არ გაქვთ. თქვენ უბრალოდ დარბი ხართ და იძახეთ. როდესაც ერთ-ერთი თქვენი მომხრე თუ მოსყიდული ვიღაცა არამზადა დანით ხელში დარბოდა და აი ეს კადრები არის გავრცელებული, თქვენ ამბობთ რომ ეს ჩვეულებრივი მონტაჟია, ტელემონტაჟი, ვიდეო მონტაჟი. ასე შეიძლება ყველაფერი გააკეთო მონტაჟის საშუალებით. თქვენ ყველაფერს კადრულობთ. ნებისმიერ სიცრუეს, ნებისმიერ ტყუილს, ნებისმიერ თვალების დახუჭვას აი მოღაღადე ფაქტებზე. და აქედან გამომდინარე გინდათ რომ რაღაცას მიაღწიოთ, მაგრამ თქვენ და სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ აღწევთ. ისევ ბატონი კობახიძე. რაც შეეხება კანონებს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია ის კანონი, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, რომელიც უკავშირდება გამჭირვალობას. მე შეგახსენებთ, რომ ეს კანონი გამჭირვალობის შესახებ არის კანონი რევოლუციების გამჭირვალობის შესახებ. თუ იმეს უნდა საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, კი ბატონო, ხომ ეს გააკეთონ გამჭირვალედ. თუ ესეც არ უნდათ, ეს აბსოლუტურად გაუგებარია, ხო? თქვენ იცით, რომ მათ შორის ევროკავშირის ფონდების დაფინანსება იყო პირდაპირ ჩართული საქართველოში ექსტრემიზმის სახალისებაში, რევოლუციური პროცესების სახალისებაში. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ზრუნავდეს ევროპული ბიუროკრატია და არა იმაზე, რომ ჩვენ აგვიგრძალოს რევოლუციების გამჭირვალობის შესახებ კანონების მიღება. აქ ერთი ცნება არის არასწორად გამოყენებული. ბატონ ირაკლი კობახიძის მიერ რევოლუციაო, რევოლუციის დაფინანსებაო ამბობს ის. არ არის ეს სწორი, ეს რევოლუცია არ არის. ისინი აფინანსებენ და ახორციელებენ სახელმწიფო გადატრიალებებს. რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალებას შორის არის უზარმაზარი განსხვავება. აბსოლუტურად თვისებრივად განსხვავებული ცნებებია ისინი და ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ. ესენი აფინანსებენ, გეგმავენ და ახორციელებენ სახელმწიფო გადატრიალებებს, ბინძურ სახელმწიფო გადატრიალებებს. აი ამიტომ როდესაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მოგვეცით უფლება დაფინანსება შემოვიტანოთ ყოველგვარი კონტროლის გარეშე, კონტროლის მექანიზმების სრული მოხსნით, ეს იმას ნიშნავს, პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მოგვეცით უფლება, როდესაც მოგვინდება, მაშინ მოვახდინოთ სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში. თუ თქვენ ამის საწინააღმდეგო კანონს მიიღებთ
ამას ჩვენ ჩაგითვლით ადამიანის უფლების დარღვევად, ამას ჩვენ ჩაგითვლით არადემოკრატიულ ქმედებად. ამას ჩვენ ჩაგითვლით რაღაც დიქტატორულ, ავტოკრატიულ გადაწყვეტილებად და ამის გამო დაგსჭითო გვეუბნებიან ეს ტარვალები, ავაზაკები და არამზადები. ამიტომ ამ კვახე გამოთქმებს იმის გამო ვიყენებ, რომ თქვენ ჩემო ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო ეს დაიმახსოვროთ კარგად და უნდა ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე იმათი სახით, ვისაც ჩვენ აქამდე პარტნიორებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მეგობრებს და ასე შემდეგ უძახოდით და ასე გვეგონა, ну, ყოველ შემთხვევაში გარკვეულ ნაწილს საზოგადოებისა ასე ეგონა. დასავლეთი არასოდეს არ ყოფილა არ ჩვენი მოკავშირე, არ ჩვენი პარტნიორი, არ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, დასავლეთი მუდმივად იყო მტერი და იყო ავაზაკის ფორმით და მეთოდებით შემოსული საქართველოში. მთელი ამ 35 წლის განმავლობაში მათ გვატყუეს, მათ დაგუმართეს ყველა ის უბედურება, რაც გჭირს, ეს არის სამნაწილად დაშლილი საქართველო, ეს არის ლუკპაპურის საძებნელად საზღვარგარეთ გადახვეწილი დიდი ნაწილი ქართული საზოგადოებისა და ეს არის ჩვენი ჩავარდნილი ეკონომიკაც, სულიერებაც, ყოფიერებაც და ყველაფერი და ყველაფერი. ყველაფერი მოგვირყიეს. ყველაფერში მოგვატყუეს და ახლა ცდილობენ ზურგში ხანჯალი ჩაგვცენ. თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, აი ამასთან გვაქვს საქმე და ეს უნდა გავაცნობიეროთ. და კიდევ ერთხელ ბატონი კობახიძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. პარტიებს ჩვენ ვერ გავაუქმებთ. პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობას გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ერთადერთმა ორგანომ, ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ რა თქმა უნდა მიმართავთ 4 პარტიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ 4 პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკვე ამდენი წელია კოლექტიურად 2003 წლიდან მოყოლებული ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ახლა ერთი წუთით კარგად დავაკვირდეთ და კარგად გავარჩიოთ და გავაანალიზოთ ის, რაც გითხრეს. ესე იგი, პარტიების აკრძალვის შესახებ ჩვენ პირდაპირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთო, ხელისუფლებაო, მთავრობაო და ეს მართალია, რა თქმა უნდა. მათ არავითარი უფლება არ აქვთ პარტიების აკრძალვა, არაკრძალვის შემდეგ შესახებ მიიღონ პირდაპირ კანონი, პირდაპირ დადგენილება, გადაწყვეტილება გამოსცენ ასეთი. მაგრამ არსებობს გზები და ეს გზები არის პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლო. აგერ საპარლამენტო კომისია მუშაობს, დროებითი კომისია, რომელიც იკვლევს სწორედ ამ პარტიების პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის გამლილ გზას. არავითარი პარტიები ესენი არ არიან, ეს ერთი უბინძურესი ფაშისტური ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც გააკვირვა მთელი მსოფლიო, ვინც სწორად დაინახა საქმის შინაარსი თავიანთი უგვანი ქმედებით და ახლა ამ ხალხის აკრძალვაზე თუ მიდის ლაპარაკი კანონიერი გზებით, კონსტიტუციური გზებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გავლით და ასე შემდეგ. კეთილი და პატიოსანი. ამის საწინააღმდეგო გარდა თვითონ აი ამ ავაზაკებისა არავის არ აქვს არაფერი. არავის ქართველ ხალხს ამის საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს. მაგრამ თუ კი ეს ასია, მაშინ მე თქვენ მოგასვენინებთ ერთ განცხადებას, რომელიც ამას წინათ გაკეთდა, პრეზიდენტმა გააკეთა ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა ყაველაშვილმა და ახლა რაც ახლა მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან. ის და რასაც ახლა მოისმენთ პრეზიდენტ ყაველაშვილისგან, აი ის როგორ ჯდება და როგორ თავსდება ერთმანეთში. საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას თავაზობს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართოდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვან. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ამ შემთხვევაში შეწყალების აქტს დაუყოვნებლივ გამოსცემს. მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს, ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში. აბატონო, ეს რა არის? ეს საერთოდ გაუგონარი რამ არის? ეს არაფერში არ წერია, არაფერში
არ ჯდება და არ თავსდება. რას ნიშნავს ეს, რომ თქვენ შეგიწყალებთ, თუ კი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ. რა გარიგებაში შესვლა ეს, ვისთანაც არ უნდა იყოს. რა გარიგებაა ეს? რა მორიგებაა ეს? რა მოლაპარაკებაა ეს? კანონს მიღმა. ასეთი რამ აბსოლუტურად დაუშვებელია, მაგრამ ამას თავი დავანებოთ ახლა. ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ ვისთან შედიხართ ამ გარიგებაში? ამ ყაჩაღებთან, რომელთა ბინძური საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია შექმნით და ამდენი ხანია ამას სწავლობთ. ამათთან შედიხართ გარიგებაში? იმ ძალასთან, ვითომ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც სინამდვილეში არის პოლიტიკას ამოფარებული დამნაშავე ძალა. ამ პოლიტიკურ დამნაშავე ძალასთან რიგდებით იმაში, რომ ჩვენ შეგიწყალებთ, თუ კი თქვენ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთო. ესე იგი, ერთი ხელით კრძალავთ ამ პარტიას და მეორე ხელით ეპატიჟებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. პრემიერ-მინისტრის ხელით ამ კონკრეტულ შემთხვევაში კრძალავთ, პრეზიდენტის ხელით ამ კონკრეტულ შემთხვევაში არჩევნებში ეპატიჟებით და შეწყალების გარანტიას აძლევთ. ეს რა არის? ამას რა ქვია? მე არ მინდა ამისი შეფასება გავაკეთო დღეს, მაგრამ გავაკეთებ ხვალ ზეგ. როდესაც ვნახავ, რომ ასე აბუჩადიგდებთ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის განწყობილებებს. ასეთ შემთხვევაში მე რა თქმა უნდა შემიძლია ამას შეფასება მივცე. დღესაც შემიძლია, მაგრამ დღეს თავს ვიკავებ. არ მინდა რომ ვილაპარაკო იმაზე მეტი, რაც უკვე ვილაპარაკე. მაგრამ მე მგონი ყველაფერი ნათქვამია და გასაგებია და შეეშვით ამას. შეეშვით ამ თამაშს. შეეშვით ამ ორმაგ თამაშს და რაღაც ორმაგ პოზიციებით რაღაცნაირად სათქვენო საქმის გამოყვანას და სათქვენო შედეგის მიღებას. შეეშვით ამას, თორემ ეს ცუდ რამეზე გადის. ხო, ასეთი არის მოკლედ აი ძალიან მოკლედ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაც მინდოდა მეთქვა. ახლა ვნახოთ რა ფონზე ხდება ეს ყველაფერი. რა გვაქვს მსოფლიოში, რა ვითარება გვაქვს, საით რა პირი უჩანს, საით მიდის. და შესაძლებელია თუ არა დღევანდელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ამ ცხელ რეგიონებში, პოსტსაბჭოთა სივრცეში და ახლო აღმოსავლეთში პირველ რიგში მშვიდობის დამყარება, მშვიდობის ჩამოყალიბება. აი რა მოხდა რამდენიმე დღის წინ საქართველოში, უკაცრავად ახლო აღმოსავლეთში. ისრაელმა დამასკოში პრეზიდენტის სასახლესთან სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანა. ცოტა ხნით ადრე კი სამიზნე იყო ასევე სირიის თავდაცვის სამინისტრო. სირიის ჟანდაცვის უწყების ცნობით დაიღუპა 3 ადამიანი. ისრაელი აცხადებს, რომ სირიაში დრუზების თემის დაცვას ცდილობს. სახალხო პირობა დადო, რომ გაანადგურებს სირიის მთავრობის იმ ძალებს, რომლებიც სამხრეთ სირიაში დრუზებს ესხმიან თავს. დამასკოზე იერიშების ფონზე ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა სირიის ახალ პრეზიდენტს კვლავ ტერორისტი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ლიკვიდაციაა საჭირო. აი ასეთი ვითარება შეიქმნა სირიაში. სირია და ისრაელი. ისრაელი ბომბავს სირიას. ისრაელი ვიცით ჩვენ რომ არის ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე და თუ ვინმეს ბომბავს, ის ბომბავს იმ სახელმწიფოს, რომელთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს პრობლემა. თვითონაც ისრაელსაც აქვს პრობლემა, მაგრამ პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ აქვს პრობლემა ირანზეა ლაპარაკი, აი სწორედ ისრაელის ხელით დაბომბეს ირანი. შემდეგ რა თქმა უნდა ამერიკული ბომბდამშენებიც მივიდნენ ამერიკული ბომბებით ირანში, მაგრამ ეს ყველაფერი ამერიკისა და ისრაელის ქმედება ერთმანეთს ემთხვეოდა, იმიტომ რომ ისინი მოკავშირეები არიან და მოქმედებენ ერთობლივად. შესაძლებელია აბსოლუტურად უსამართლოდ, მაგრამ ამაზე არ მაქვს წუთ ლაპარაკი, ახლა ლაპარაკი მაქვს იმაზე, რომ ისინი მოკავშირეები არიან და თუნდაც არასწორად როცა იქცევიან, მაშინაც ერთად არიან. ახლა რა მოხდა? იგივე ისრაელი ბომბავს სირიას. სირიაში მოგახსენებათ ახალი პრეზიდენტია და ახალი მთავრობაა და ახალი ხელისუფლება. რატომ რა ხდება, რაშია საქმე? ამერიკის შეერთებული შტატების
პოზიციაა ესეც? ჩვენ ხო ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია სირიის დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით განსხვავებულია. აი მაგალითად როგორია ტრამპის პოზიცია. რიადში დონალდ ტრამპი სირიის მოქმედ ლიდერს აჰმედ ალ-შარას შეხვდა. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკისა და სირიის ლიდერების პირველი შეხვედრა. BBC-ს ცნობით საუბარს ონლაინ ფორმატში თურქეთის პრეზიდენტიც დაესწრო. What I do for the crown prince. რას არ ვაკეთებ პრინცისთვის? სანქციები იყო სასტიკი და დამანგრეველი. მიუხედავად ამისა, იმ დროისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა, თუმცა ახლა მათი დრო დადგა რომ გაიბრწყინონ. ჩვენ ყველა სანქციას ხსნით. ხალხის მათი შემართებისა და რასაც მე ვისმენ, იმის გათვალისწინებით, წარმატებას უსურვებს სირიას და იმედი გვაქვს, გვაჩვენებენ რამე განსაკუთრებულს, როგორც ეს მაგალითად საუდის არაბეთში მოხდა, ველით სიახლეს. Something very special like they've. ვაჰ. ეს როგორ? თუკი ეს ასია, მაშინ ისრაელი როგორ ბომბავს სირიას. თუკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ესენი კარგი ბიჭები არიანო. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტები არიან. კარგი ბიჭები არიანო. თუკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ სანქციები უნდა მოუხსნათ, ბოლოს და ბოლოს უნდა გავანთავისუფლოთ ამ ტვირთისგან და მივცეთ თავისუფალი ცხოვრებისა და ქმედების საშუალებაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამ დროს ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ისრაელი ბომბავს სირიას. საით მიმყავს ეს საუბარი? იგი რამდენად ქაოტურია ვითარება. ქაოსშია მსოფლიო ჩაძირული და რეგიონიც ქაოსშია ჩაძირული და კაცმა არ იცის ვინ რას აკეთებს და ვინ როგორ იქცევა. აი თუნდაც ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მეორე დღესვე გაკეთებული განცხადება ეს უკვე რუბიო გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. It's complicated obviously these. ყველაფერი ძალიან რთულადაა. ესაა ისტორიული და ხანგრძლივი მეტოქეობა სირიის სამხრეთ-დასავლეთით მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფს შორის, კერძოდ ბედუინებსა და დრუზების თემს შორის. რამაც სამწუხარო გაუგებრობა გამოიწვია როგორც ამ თემებში, ისე ისრაელსა და სირიაშიც. ამრიგად ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ორივე მხარესთან თანამშრომლობდით და ვფიქრობ, რომ დეესკალაციისკენ მივდივართ. იმედია მალე კვლავ სირიის მთავრობის ქვეყნის აშენების გზას დაუბრუნდებით. რითაც ახლო აღმოსავლეთში გაცლებით სტაბილურ მდგომარეობას მივაღწევთ. ასე რომ ვიმედოვნებ მომდევნო საათებში რეალურ პროგრესს დავინახავთ და ამ ყველაფერს დავასრულებთ. ანუ რამდენიმე საათის წინ ჩვენმა მოკავშირემ კი დაბომბა ჩვენი მოკავშირე სირია. მაგრამ ჩვენ ახლა ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი გავასწოროთ, ეს ყველაფერი ისევ რაღაც კალაპოტში ჩავსვათ და ყველაფერი მოვაწესრიგოთ. ნორმალურია ეს ამბავი? ეს ამბავი გავს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას? ეს ამბავი გავს სახელმწიფოს მეთაურების დონეზე გაკეთებულ განცხადებებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს? არა ბატონო, ეს რაღაც ისეთი ქაოსი კი არ არის, რაღაც ისეთი შეუთანხმებლობა, ისეთი უპასუხისმგებლობა, ეს სიტყვა ალბათ უფრო შეესაბამება ახლა ვითარებას. ისეთი უპასუხისმგებლობა, რომლის მსგავსი არათუ სახელმწიფოს და სახელმწიფოს მეთაურების დონეზე, არამედ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების დონეზეც ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ სამწუხაროდ ხდება. ახლა იმავე საკითხთან დაკავშირებით, იმავე წუთს, იმავე წამს, რას ლაპარაკობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი. დამასკოს გაფრთხილება დასრულდა. ახლა მტკივნეული დარტყმები დაიწყება. ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ მოქმედებებს სუაიდაში, რათა გაანადგურონ ის ძალები, რომლებიც დრუზებს თავს დაესხნენ. ჩვენ ვაიძულებთ მათ, რომ სრულად გაიყვანონ ჯარი. ისრაელში ჩვენს დრუზ ძმებს მიუმართავ. შეგიძლიათ იმედი გქონდეთ ისრაელის თავდაცვის ძალების, რომლებიც დაიცავენ თქვენს ძმებს სირიაში. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვიღებთ ვალდებულებას და ამას შევასრულებთ. ახლა გავს ეს იმ კაცის ნათქვამს, ვინც მიიღო მისი მთავარი მოკავშირისგან თხოვნა ან დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ შეეცვალა ეს ვითარება. გავს, არ გავს. ანუ რასაც ვამბობ, რომ სრული ქაოსია, სრული შეუთანხმებლობა, სრული უპასუხისმგებლობა პრაქტიკულად დასავლეთის და მის მოკავშირეებს შორის. აი ეს რეალობა გვაქვს.
ახლა თვითონ სირიის ლიდერს მოусმინოთ. ჩვენ ამ მიწის შვილები საუკეთესოდ ვართ აღჭურვილი, რათა დავძლიოთ ისრაელის ყველა მცდელობა დაანგრიოს ჩვენი ერთობა. ძალიან მტკიცედ ვართ, რათა ხელოვნური დაპირისპირება არ გაღრმავდეს. კარგად ვიცით, ვინ ცდილობს ჩვენს ომში ჩათრევას და ვინ ისახავს მიზნად ჩვენს გახლეჩას. არ მივცემთ მათ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ხალხი ომში ჩაითრიონ. ესეც იმ ნათქვამს და იმ პოზიციას ამაგრებს, რის შესახებაც მე გელაპარაკებით. ერთმანეთს აცდენილია ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, სირიის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უმაღლეს დონეზე გაკეთებული განცხადებები. აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს, ანუ ვერაფერს ვერ ვიღებთ ჩვენ საიმედოს, რომ ამ რეგიონში მშვიდობა ჩამოვარდება და მშვიდობა დამყარდება. რატომ ხდება ეს ასე? მე მგონი ამ შეკითხვას შესანიშნავად უპასუხა დიმიტრი მედვედევმა. დიმიტრი მედვედევი გახლავთ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ანუ პუტინის მოადგილე და აი რას ამბობს დიმიტრი მედვედევი. იგი სვამს შეკითხვას, ვინ არიან ნამდვილი ტერორისტები. შეკითხვას თვითონვე სცემს პასუხს. ისრაელის ავიაციამ დამასკოს ცენტრალურ რაიონზე მიიტანა იერიში და პრეზიდენტის სასახლე და გენერალური შტაბის შენობა დაბომბა. მედვედევის განცხადებით მსგავსი ქმედებები ეჭქვეშ აყენებს დასავლეთის დეკლარირებულ პოზიციას ტერორიზმთან ბრძოლაში. დასავლეთს, მათ შორის ტრამპს და პენტაგონს, სირიის დღევანდელი ხელისუფლება კარგი გონია, ეს ტრამპის სიტყვა გახლავთ და მას სანქციები გაუუქმა. დღეს კი ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ისრაელმა სირიის დედაქალაქი დაბომბა. ამერიკის შეერთებული შტატები თუ კი ირანის ბირთვულ ობიექტებს ბომბავს, მისი მოკავშირე ისრაელი კი ამერიკელების მეგობარ სირიას ბომბავს. ისე ხომ არ გამოდის, რომ დასავლეთი და მათი მოკავშირეები ყველანი ტერორისტები არიან. დიმიტრი მედვედევი. დიახ, ასე გამოდის. ტერორიზმი ეს დასავლეთის იარაღია, დასავლეთის მექანიზმია. კაცმა რომ თქვას, მათ მიერ გამოგონილი სისხლიანი უბედურებაა საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. კი, ხანდახან მათ მიერვე შექმნილი ტერორისტები მათი კონტროლიდან გადიან და მერე თვითონვე უქმნიან პრობლემას, მაგრამ ეს არს არ ცვლის. არსი ის არის, რომ ტერორისტს ისინი იყენებენ და ალბათ მომავალშიც გამოიყენებენ საკუთარი ბინძურის რახვების და მიზნების მისაღწევად. აი ეს არის რეალობა, რომელიც გვაქვს. ახლა გახსოვთ თქვენ, აი გასული კვირის ამბები არის, როდესაც ტრამპმა კიდევ ერთხელ შეცვალა, ასე ვთქვათ, მისი პოზიცია, დამოკიდებულება, მისთვის ეს სულაც არ გახლავთ უცხო, მას შეუძლია ასე აკეთოს, ასე იმოქმედოს, დღეს ერთი თქვას, ხვალ მეორე თქვას, ზეგ მესამე თქვას, მერე არც ერთი არ შეასრულოს და სრულიად ახალი რაღაცა იდეები წამოაყენოს, მაგრამ ძალიან შორს რომ არ წავიდეთ უკრაინის ამბებთან დაკავშირებით, მან სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე იქადნებოდა. იგი ამბობდა, რომ თუ მე ამირჩევთო ჯერ კიდევ წინა საარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა მას, თუ კი მე ამირჩევენ პრეზიდენტად, თუ კი მე ამირჩევთ პრეზიდენტად, ამერიკელებს მიმართავდა, მე უკრაინის კრიზისს დავძლევ ერთ დღეშიო. სხვათა შორის მაშინაც იყო ბევრი, ასე ვთქვათ, ურწმუნო თომა, რომელიც ამბობდა, რომ ეს შეუძლებელიაო, მაგრამ ეს შეუძლებელი არ იყო. ეს შესაძლებელი იყო, თუ კი პრეზიდენტი ტრამპი დაადგებოდა, პრინციპულად დაადგებოდა იმ მიმართულებას, რასაც ქვია უკრაინელი ბოევიკებისთვის და ფაშისტებისთვის, ფაშისტური ხელისუფლებისთვის, ზელენსკისთვის შეიარაღების შეწყება. თუ კი შეიარაღება შეწყდებოდა, სულ მოკლე ვადებში ომი დასრულდებოდა. ეს იყო ერთადერთი მექანიზმი ომის მართლაც სასწრაფოდ დასრულებისა და დამთავრებისა. ტრამპმა ეს არ გამოიყენა. ტრამპმა დაიწყო ვაჭრობა, ჯერ უკრაინასთან, შემდეგ რუსეთთან, თან გაუგებარი ვაჭრობები და ვაჭრობები დღეს ერთი მიმართულებით, ხვალ მეორე მიმართულებით, როგორც მას შევია ხოლმე, ასე გაუგებრად ატარა მან ეს კამპანია უკრაინის კრიზისის დაძლევისა და რეალურად მივიდა იქამდე, რომ ბოლოს გამოაცხადა, მე პუტინი უკვე აღარ მომწონს, ამიტომ უკრაინას შევაიარაღებ
შორი რადიუსის რაკეტებითაც. ანუ უკრაინის არმიას მე მივცემ და უკრაინის ფაშისტურ ხელისუფლებას მე მივცემ საშუალებას, რომ რუსეთის სიღრმეები დაბომბოსო. რუსეთის მთავარი ქალაქები დაბომბოსო და რუსეთის სტრატეგიული ობიექტები დაბომბოსო. აი ეს გადაწყვეტილება მიიღო ტრამპმა, რაც რა თქმა უნდა კატასტროფაა. რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში კატასტროფაა უკრაინისთვის, იმიტომ რომ ახალ ასეულ ათასობით და მილიონობით დაღუპულ ადამიანს ნიშნავს ეს ხვალ და ზეგ და მასზეგ და გარდა ამისა ეს არის ძალიან მძიმე ნაბიჯი გადადგმული მსოფლიოსთვის ბირთვული კატასტროფის მიმართულებით. იმიტომ რომ შედეგად საბოლოო შედეგად მხოლოდ ეს შეიძლება მივიღოთ. სხვანაირად რუსეთის დამარცხების მექანიზმი მათ არ გააჩნიათ, საქმე უნდა მივიდეს ბირთვულ შეიარაღებამდე და არც ეს ნიშნავს რუსეთის დამარცხებას, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ნიშნავს მსოფლიოს დამარცხებას. ეს ნიშნავს მსოფლიო კატასტროფას. ჩვენ და სამწუხაროდ თითქოს ტრამპის მოსვლით რომ გამოვედით ამ მოჯადოებული წრიდან, ამ ბინძური ველიდან, ბირთვული კატასტროფის მოახლოებისა. ახლა ისევ ამ მიმართულებით წავიდა ყველაფერი და ისევ ასე ვთქვათ ეს დენთის თუ ურანის სუნი დადგა უკვე მთელ მსოფლიოში ჩვენ და საუბედუროთ. აი ეს არის ფონი. მე ყველაფერ ამას გიყვებით იმის გამო დღეს რომ დაგანახოთ რა ფონზე ხდება ის ამბები, რომლის შესახებაც წეგან ვლაპარაკობდით, ევროპა როგორ გვიტევს, დასავლეთი როგორ გვიტევს და როგორ ამზადებენ აქ სახელმწიფო გადატრიალებას. აი რა ფონზე ხდება ეს ყველაფერი. გარეთ რა ვითარება გვაქვს ამ შემთხვევაში და ახლა მე მინდა თქვენის ნებართვით შემოგთავაზოთ რამდენიმე ციტატა ამერიკელი პროფესორის ჯეფრი საქსის ერთ-ერთი გამოსვლიდან, ეს მოხდა რუსულ ტელეარხზე, სადაც მან მეტისმეტად საგულისხმო განცხადებები გააკეთა. აი რა თქვა მან პირველ რიგში. Ну, что я думаю? Я думаю, что Запад, то есть Брюссель, Евросоюз и Вашингтон они сейчас испытывают повышенное беспокойство, потому что они понимают, что они проигрывают или уже проиграли. Трамп каждый день устраивает какие-то истерики. То он отдает какие-то приказы президенту Путину, то он отдает приказы Си Цзиньпиню, то он отдает приказы президенту Луле и думает, что все будут выполнять его ценные указания. За последние недели президент Лула сказал очень важную вещь, когда устраивал саммит. Он сказал, нам не нужны такие истерики. К сожалению, я думал, что Запад вырос, но на самом деле выясняется, что нет. И Запад не понимает одну простую вещь. Вот есть США, есть Великобритания. Хотите, можете добавить Японию, но про это я даже не уверен. Это в любом случае 10-12% от населения земного шара. А есть весь остальной мир, который очень быстро догоняет эти страны. И этот мир не намерен выполнять указания Дональда Трампа, который каждый день строчит что-то в Твиттере, вернее, в новой сети, Truth Social. Он говорит, так, немедленно прекращение огня. Президент Путин им отвечает, нет, нужно сначала решить некоторые фундаментальные вопросы. Трамп говорит, так, Путин плохой человек, сейчас мы будем бить ракетами по российской территории. Мне кажется, это абсолютно безответственное, детское поведение. Но это, конечно, очень опасно. Это не просто какой-то ребенок, это реальная опасность. Безответственность, ანუ უპასუხისმგებლობა. მე დღეს ეს სიტყვა რამდენჯერმე ვახსენე. მართალი არა ტრამპთან დაკავშირებით, საერთოდ და ზოგადად ჯეფრი საქსმა კი ეს გამოიყენა ტრამპთან დაკავშირებით. სამწუხაროდ დასავლეთის პოლიტიკა არის აბსოლუტურად, არა უბრალოდ, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პოლიტიკა.
მას არა აქვს პასუხისმგებლობა არც საკუთარი მოსახლეობის წინაშე და არც მსოფლიოს წინაშე. ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში ისეთი დიდი სახელმწიფოებისა და ზესახელმწიფოებისა, რომლებზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, არ უნდა მოდიოდნენ, მაგრამ დასავლურმა არჩევნებმა, რომლის ბედს წყვეტს კაპიტალი, ფული. აი ეს ხალხი მოიყვანა ხელისუფლებაში. მთელი თაობები ამ ადამიანებისა, რომლებიც იქცევიან უპასუხისმგებლოდ და მსოფლიო მათ ერთხელ კი არა, უკვე ორჯერ მოახერხეს, რომ წაეყვანათ გლობალური ომის მიმართულებით და ახლა ცდილობენ მესამედ გაიმეორონის, ეს უკვე ბირთვული ეპოქა გახლავთ და პირველი და მეორე მსოფლიო ომი მთლიანად კაცობრიობისა და პლანეტისათვის დამანგრეველი თუ არ აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ზიანი მიაყენა. ეს მესამე შესაძლებელია პლანეტას საერთოდ არსებობის ფასად, სიცოცხლის შეწყვეტის ფასად დაუჯდეს, მაგრამ ეს უპასუხისმგებლო ადამიანები ამ მიმართულებით მიდიან. ახლა მინდა მოგასმენინოთ იგივე ჯეფრი საქსის რამდენიმე დახასიათება ნატოსკენ დივანსა და სხვა ლიდერებს. И Марк Рютте, его приезд в Белый дом, человек, который сейчас возглавляет НАТО, он назвал по-английски Дональда Трампа «Дэдди», «папочка». Вот это уже о многом говорит. Насколько в западном мире сейчас все извращено. Люди ничего не понимают, люди заблуждаются, но заблуждается и Трамп, заблуждаются и его вассалы. Стармер, Мерц, Макрон, все они пытаются судорожно что-то придумать, все они говорят какие-то необдуманные вещи, и в итоге все это может привести к трагическим последствиям. რა თქმა უნდა, აი ასეთ მიდგომებს, ერთის მხრივ უპასუხისმგებლოს, მეორეს მხრივ მლიქნელურს, ვასალურს და ასე შემდეგ, აი ამ მიდგომებს შესაძლებელია მოყვეს სრული კატასტროფა. რა უნდა გაეკეთებინა ტრამპს, როდესაც ის მოვიდა ხელისუფლებაში? რას фикრობს ამასთან დაკავშირებით ბატონი საქსი? Трамп должен был четко сказать, никакого расширения НАТО не будет, Украина никогда не станет членом НАТО. Это с самого начала была ужасная идея. И Соединенные Штаты будут очень плотно работать вместе с Россией, честно, серьезно, откровенно, для того, чтобы положить конец этому конфликту. Но Трампу не хватило мужества сказать это. Я не знаю, может быть, он с этим не согласен или еще что-то. Так или иначе, ЦРУ, глубинные государства в США не позволяют Трампу сказать такие слова. И в силу каких-то причин, мы не знаем, каких тактических, не тактических, он пытается угрожать, ругаться, продавать оружие, но не хочет положить конец этой войне. А пока война продолжается, ситуация остается очень опасной. ძალიან კარგად აღწერა ბატონმა საქსმა მდგომარეობა ტრამპისა, რომელიც რაღაცის მძევალი აღმოჩნდა. ჩავთვალოთ, რომ ეს Deep State-ია, გლობალური ომის პარტია თუ სხვა რამ არის, იქნებ ეს არის მისი გაურკვევლობა იმაში, თუ როგორ უნდა ებრძოლოს ამ ძალას. ან სად არის ეს ძალა, ვინ არის ეს ძალა, ვინ დგას კონკრეტულად ამ ძალის უკან. აი ამაში გაურკვევლობამ თვითონვე გახლართა იმაში, რა ბადესაც ქსოვდა ამ Deep State-ის თუ გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ. ანუ ტრამპის საქმე ვერ მიდის ფლად კარგად და ამას მე კი არ გეუბნებით, აგერ ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსი გეუბნებათ, რომელიც მსოფლიოში ცნობილი კაცია და სხვათა შორის მართლაც დიდებული ანალიტიკოსია და შესანიშნავად ერკვევა ამ სიტუაციებში. მე მგონი არ იქნება ინტერესმოკლებული ზელენსკის შესახებ ჯეფრი საქსის პოზიციაც მოვისმინოთ.
Зеленский, я считаю, сошел с ума. Он хочет иметь возможность наносить удары где угодно, устраивать любые провокации, лишь бы не было деэскалации. И если США будет продолжать играть в эти игры, если президент, я не знаю, что это, некомпетентность, какие-то маневры, какие-то хитрости, уловки, обманы. Я не знаю, что это такое. Назовите это как хотите, то, что делает Трамп. Нужен серьезный, откровенный диалог, серьезные попытки положить конец конфликту. А все остальное — это очень опасно. Поэтому лично я думаю так. Да, есть такие интерпретации у разных комментаторов. Некоторые говорили, вот он очень хитро поступил, очень тонко обыграл Линдси Грэма, еще что-то такое. Но, честно говоря, мне хотелось бы, чтобы Трамп выступил с прямой, серьезной, откровенной речью и объяснил американскому народу, как будет закончена эта война, почему это необходимо сделать, но мы от него этого пока что не слышим. Ну а раз не слышим, значит, глубинное государство продолжает свою работу, идут поставки оружия, и безопасности нет и в помине. Спасибо. Აქ ზელენსკის შეფასებასთან ერთად ჯეფრი საქსის აზრით ის შეიშალა, მე კი მგონია რომ ის საერთოდ შეშლილი დაიბადა და შეშლილი მოვიდა დღემდე. ჯეფრი საქსი ფიქრობს რომ შეიშალა, მან მოაყოლა ამას გარკვეული დახასიათებაც ტრამპისა და თქვა რომ ტრამპს უნდა ეყოს ძალაც, გონებაც იმისთვის რომ საკუთარი ხალხის წინაშე გამოვიდეს და ახსნას სიტუაცია. თავიდან ბოლომდე გაარკვიოს ხალხი რასთან აქვს საქმე. ამას ტრამპი ვერ აკეთებს და აქედან გამომდინარე მან ტრამპის კიდევ სხვა დახასიათებები მოგცა, მე არ მინდა გავასწრო მოვლენებს, მოდით ბატონ ჯეფრი საქსის პირიდან მოისმინეთ ეს შეფასებაც. Let me say that Trump Вы знаете, я бы сказал так. Во внутриполитических вопросах Трамп обычно действует точно так же. Он всегда действует посредством угроз. Пытается взять оппонента на испуг, найти у него, нащупать какое-то слабое место. Он так действует и во внешней, и во внутренней политике. Это такой бандитский подход. Очень незрелый подход, потому что это опирается на представление о том, что никому доверять нельзя, никаких договоренностей быть не может. И Трамп всю жизнь вел себя подобным образом. Он руководил 6 компаниями и все их разорил, а сейчас он разоряет Соединенные Штаты своими бюджетными программами. Это приведет к дальнейшему росту бюджетного дефицита. Вот и мой университет остался без финансирования благодаря ему. А он продолжает вот так злиться, лишать всех, кто ему не нравится, финансирования. Но тут мы говорим про очень серьезные вещи. Мы говорим про войну. Это горячая война. ალბათ მიაქცევთ ყურადღებას განსაკუთრებით ერთ სიტყვას, მან ახსენა ბანდიტსკი პადხოდ, ბანდიტური მიდგომა. აი ასე დაახასიათა ტრამპი. ვიმეორებ, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის ჯეფრი საქსის სიტყვები. ანუ ასეთი ამბები იხარშება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასე სწავლდება ბრძოლა ტრამპსა და დიპ სტეიტს შორის, თუ საერთოდ არსებობს ასეთი ბრძოლა. თუ ტრამპი თვითონ არ არის Deep State-ის პირდაპირ წარმომადგენელი. მას ეჩვენება, რომ ის Deep State-ს ეწინააღმდეგება, ებრძვის, მაგრამ სინამდვილეში შესაძლებელია მოქმედებენ ერთად და ერთობლივად, რაც როგორც ბატონის საქსი ამბობს, ამერიკას კარგს არაფერს არ მოუტანს, მან თქვა, რომ ამერიკაც ინგრევაო. დიახ, ასეთი ამბები გვაქვს და აქ ჯეფრი საქსმა ახსენა უკრაინაც და საქართველოს ეს ეპიზოდის მოვისმინოთ. Вот у меня были личные беседы с рядом европейских политиков, и они прекрасно понимают, насколько провокационно ведут себя США. Например, в 2008 году
решение США заговорить, педалировать тему расширения НАТО и присоединения Украины и Грузии к НАТО. Европейские лидеры, они открыто об этом не говорят, но мне они говорили, что они были в шоке от этого. Все их опасения, они реализовались. Да, Трамп ведет себя очень странно, а европейцы, они выглядят очень жалко, я бы так сказал. Не то, что они ведут себя как-то странно, они просто оторваны от реальности. И при этом они не в состоянии ничего сделать. აი ასეთი გახლავთ დახასიათებები, საინტერესო დახასიათებები, რომელიც ჯეფრი საქსმა მოგცა ამ ერთ გადაცემაში, როდესაც მას ჰქონდა ჩართვა და ბარემ მას მივცეთ კიდევ ერთხელ სიტყვა და მოვისმინოთ შეფასება, როგორი მმართველია ტრამპი და როგორია ეს დამოკიდებულება იმავე deep state-თან და რით შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს. Трамп сейчас руководит страной при помощи своих президентских указов. Это, наверное, самый авторитарный лидер на планете сейчас, потому что Конгресс вообще никто не спрашивает. За прошедшее время Конгресс, наверное, никогда не принимал так мало законодательных актов, как за это время. А в основном просто Трамп подписывает один указ за другим. Все делается через президентские указы. Раньше никогда такого не было. Верховный суд тоже говорит, пусть президент делает, чего хочет. Поэтому суд его тоже не останавливает, Конгресс ему не указ, поэтому все в стране решает один человек. И так и будет дальше, пока Трамп остается президентом. Насколько я понимаю, ничего не изменится. Что это означает? Даже если оппоненты Трампа, скажем, одержат победу на промежуточных выборах в 2026 году, они все равно ничего не смогут поделать. Они эту персоналистскую манеру Трампа остановить не смогут. И он так и продолжит разрушать имеющиеся в Америке институты. ამერიკული ინსტიტუციების რღვევის გზით მიდისო ტრამპიო, რომელიც დაადგა ავტორიტარული მმართველობის გზასო. ჩემზე გაცილებით უფრო პესიმისტურ და უფრო მკვეთრ განცხადებებს აკეთებს ბატონი ჯეფრი საქსი. ასე რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მთლად რიგზე არ არის ყველაფერი და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა, რომელიც რაღაც ნახევარი წელია, რაც შეუდგა ოფიციალურად ამ მოვალეობის შესრულებას, ვერაფერი ვერ გააკეთა რეალურად, ვერც რუსეთთან, ვერც ჩინეთთან, ევროპასთან კიდევ უფრო გააფუჭა და დაძაბა ურთიერთობები, ვიდრე აქამდე ქონდა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მართალია ნატოს ბიუჯეტის გაზრდას მიაღწია ევროპელთა ხარჯზე, მაგრამ ასეთი დათქმაც დადო, რომ თქვენ გადაიხდით ფულს ჩემგან, ანუ ამერიკელებისგან, შეიძენთ იარაღს და შემდეგ ამ იარაღს მისცემთ უკრაინას, რათა უკრაინამ შეძლოს რუსეთთან ბრძოლის უფრო ხანგრძლივი მონაკვეთზე გაგრძელება და ამის შედეგად მე წამოვიღებ იქიდან ძვირფას მეტალებს, მინერალებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ გესმით რა ჩარჩი ვაჭრული მიდგომა, ბიზნეს მიდგომა ამ სიტყვის ყველაზე საზიზღარი და საძაგერი გაგებით. ეს არ არის უკვე სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა. ეს არის წმინდა კაპიტალის ურთიერთობა კაპიტალთან. დიდი კაპიტალის ურთიერთობა შედარებით პატარა კაპიტალთან. რომელსაც არასოდეს არც სამართლიანობამდე მიყავს საქმე და არც რამის გადაწყვეტამდე მიყავს საქმე. კაპიტალი კაპიტალს შთანთქავს. ბორჩა და გათავდა, ეს არის მთელი ფილოსოფია. და ახლა მე მინდა შეგახსენოთ, კითხოთ, ხომ გახსოვთ ამ გადაცემის სახელი. დაიგვიანეს. ეს მინდა რომ გადაცემის ბოლომდე გახსოვდეთ. იქამდე კი მინდა დღევანდელი ბრიფინგი ჩვენი პრემიერ-მინისტრისა დღეს შუადღისას მან გამართა დღეს 18 ივლისს გამართა მან ბრიფინგი. მინდა გითხრათ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი ბრიფინგი იყო.
მართლაც საოცარი დასმაა საკითხისა, საოცარი სიმკვეთრით, საოცარი სიცხადით. ბევრი რამე ჩვენ მოსმენილი გვაქვს ქართული ოცნების მესვეურებისგან, დღევანდელი მთავრობისგან, მმართველი პარტიისგან, მაგრამ ასეთი სიმკვეთრით და ასეთი სიცხადით, როგორც დღევანდელ ბრიფინგზე იყო საკითხები დასმული, მართალი გითხრათ, მე საკითხის დასმა არ მომისმენია. მე ძალიან გთხოვთ ყურადღებით მოისმინოთ ის დეტალები, რომლებზეც შევეცდები, რომ ყურადღება გაგამახვილებინოთ. აი, ასე დაიწყო ეს ბრიფინგი. ხოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე სრულიად უსაფუძვლო თავდასხმება იმდენად მასშტაბური ხასიათი შეიძინა, რომ როგორც ქართულ ხალხთან ანგარიშვალდებული, ასევე ჩვენ ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური გუნდი თავს ვალდებულად მივიჩნევთ საზოგადოებას დეტალურად განუმარტოთ ის ფარული პოლიტიკური წიაღსვლები, რაც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ტრულ კამპანიაში ზედაპირზე არ ჩანს. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნის და ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ სრულიად უსამართლო დამოკიდებულება უკრაინაში ომის დაწყებას ემთხვევა. ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, თავად ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, ყოფილი ელჩი დეგნანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები გამუდმებით ესხმოდნენ თავს საქართველოს, სრულიად აბსურდულად ფაქტების გარეშე გვადანაშაულებდნენ რუსეთთან კავშირში და ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დარღვევაში, მაშინ როდესაც საქართველოს ყველაფერი გააკეთა პოლიტიკურად უკრაინის ხარდასაჯერად, შეუერთდა ასობით რეზოლუციას, იყო ომის დანაშაულების გამოძიების საკითხის თანასპონსორი, შეიფარა უკრაინელი ტოლულები, დაეხმარა ომში მყოფ ქვეყანას ჰუმანიტარული თვირთებით და პირნათლად იცავდა სანქციებისგან თავის არიდების სტანდარტებს. ამ უკანასკნელ საკითხზე დასკვნა უშუალოდ ამერიკიდან ჩამოსულმა სანქციების კოორდინატორმა ბატონმა უბრაინმა დაწერა და ჩვენ ქვეყანას ამისათვის მადლობაც გადავხადა. აბატონო, ასეთი იყო დამოკიდებულება, ესე იგი ურთიერთობების გაფუჭება დასავლეთთან დაემთხვა სამხედრო ოპერაციის, ანუ ომის დაწყებას უკრაინაში. ამას დაემთხვა და აქედან წამოვიდა ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ რაც ჩამოთვალა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, ეს გავაკეთეთ უკრაინისთვის, სწორია ეს ყველაფერი. მე ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო, უკრაინა არავითარ მხარდაჭერას, უკრაინის ნეოფაშისტური ხელისუფლება არ იმსახურებდა და ჩვენ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მაინც კეთდებოდა კი მოზომილად, კი ფრთხილად, მაგრამ მაინც უკრაინას უჭერდა მხარს და გახსოვთ ეს უკრაინული ამ ჭინჭების ფრიალი აქ დროშების უკრაინულის და ის ყველაფერი რაც ჩამოთვალა ბატონმა პრემიერმა. მაგრამ ვინმე ეს გაიგო, ვინმე ეს მიიღო, ვინმე ამის გამო მადლობა გითხრა და არც გეტყოდათ, იმიტომ რომ მიზანი იყო სხვა და რა იყო ეს მიზანი, რა უნდოდათ მათ მიეღოთ საქართველოსდან, რას ესწრაფოდნენ საქართველოში. ამის შესახებაც დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა. ამ ფონზე ჩვენ საჯაროდ გავხსენით დისკუსია და დავსვით რიტორიკული შეკითხვა. მას რა არ გააკეთა საქართველოს მისეთი, რის გამოც გამოდებული შანტაჟის ქვეშ ვიყავით. პასუხი ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ქართულმა საზოგადოებამ მალევე თავად გასცა ამ შეკითხვას. ჩვენ არ ჩავერთეთ ომში, არ გავხსენით ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი, რის გამოც გლობალური ომის პარტიის, იგივე დიპ სტეიტის მიერ მართულმა მაშინდელმა ადმინისტრაციამ საქართველოს დასჯა გადაწყვიტა. აბატონო, პირდაპირ ერთმნიშვნელოვნად ყოველგვარი ზიგზაგების და მოკიბის გარეშე არის ნათქვამი. ჩვენგან ითხოვდნენ ომში ჩართვას, საქართველოსგან ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ეს რა კი არ მიიღეს, არც იმ დროშების ფრიალი ჩაგვითვალეს რამედ, არც იმ რაღაც გადაწყვეტილებებში მხარდაჭერა, არც ის ჰუმანიტარული ტვირთები და არც სიტყვიერი და არც მატერიალური დახმარება, რომელიც იქნა აღმოჩენილი, მაგრამ სხვა რამეს ელოდნენ. სხვა რამეს ელოდნენ. ის სხვა რამე იყო საქართველოსთვის დამანგრეველი, საქართველოსთვის დამღუპველი. საქართველოს უკრაინიზაცია. აი ეს უნდოდათ, რომ რუსეთი მარტო უკრაინას კი არ ებრძვის, მარტო უკრაინას კი არ იპყრობს არამედ საქართველოსაც პარალელურად საქართველოსაც ებრძვის, საქართველოსაც. მათ რატომღაც ეგონათ, რომ საქართველოში ამას მიაღწევდნენ, იმიტომ რომ ასეთი განწყობილებები ქონდა წინა ხელისუფლებას. თავის დროზე 2008 წელს კისრის ტეხით რომ გადაეშვა ომში, სააკაშვილი და რომ შევარდა გიჟივით ცხინვალში.
ეს მისი ჭკუით კი არ გაკეთებულა. ამერიკელების დავალება იყო. და ამერიკელების დავალება შეასრულა დაუფიქრებლად. იმის გაუაზრებლად თუ რა შედეგი მოყვებოდა ამას. დღევანდელმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, ბიზინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ეს არ გააკეთეს. მათ სხვანაირად იფიქრეს, სხვანაირად იმჟელეს. ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამოვიდნენ. საქართველოს მომავლიდან გამოვიდნენ და ამ ომში არ ჩაებდნენ სააკაშვილისგან განსხვავებით. მაგრამ შედეგიც დადგა. დღემდე ებრძვიან საქართველოს ხელისუფლებასაც, საქართველოსაც და ქართველ ხალხსაც მთელი კოლექტიური დასავლეთი. აი ეს არის მთელი უბედურება, რაც ტრიალებს. ისევ ბატონი კობახიძე. ეს ფაქტი, რომ საქართველოსგან საომარ მოქმედებებში ჩართვას ითხოვდნენ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, მალევე გასცა კულუარებს და დახურულ კარს მიღმა მინიშნებებს, როდესაც კონკრეტულმა უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნა პირდაპირ მოსთხოვეს. დანილოვი, პოდოლიაკი, გონჩარენკო და სხვები პირდაპირ საუბრობდნენ ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის აუცილებლობაზე. გლობალური ომის პარტიის მითითებების და მეორე ფრონტის გახსნის შეუსრულებლობა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემებს მოიტანდა, ეს თავდაპირველად ბაიდენის ადმინისტრაციის რიტორიკაში პირდაპირ ისმინებოდა. ხოლო შემდეგ მედებაზეც გადავიდნენ. დაიწყეს დაუსაბუთებელი სანქციების დაწესება, დემონსტრაციულად დღემდე გაურკვეველი მიზეზებით გაუქმეს საქართველოსთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და ბოლოს ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ასევე უსაფუძვლოდ ფაქტების გარეშე რუსეთთან კავშირში დაადანაშაულეს და სანქციები დაუწესეს. თავის მხრივ ამ შანტაჟს ეწოლას მარტივი მიზანი ჰქონდა. გლობალურ ომის პარტიას ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით უნდა დაერწმუნებინა ქართული ხალხი, რომ მთავრობა აცდა დასავლურ კურსს, ხოლო ამის შემდეგ ისევ ქართული ხალხის ხელით უნდა მოიყვანათ ქვეყანაში აგენტურული ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ გაგებით მეორე დღესვე ჩართავდა ქვეყანას ომში. დასავლური კურსი თუ ის არის, რომ საქართველო მაინც და მაინც ომში უნდა ჩაებაზა თანაც ისეთ ქვეყანასთან, როგორიც არის რუსეთი. ეს კურსი რატომ უნდა გქონდეს? თუ ჩვენგან ამას ითხოვს დასავლეთი და ჩვენ ამის შემდეგ კიდევ ვამბობთ, რომ დასავლური კურსი გვაქვს და დასავლეთის მიმართულებით უნდა ვიაროთ და ვიმოძრაოთო. ეს ხომ სისულელე გამოდის. დასავლეთი, რომელსაც სურს ამ დამღუპელ, დამანგრეველ ომში ჩაგრთოს და გაგაუბედუროს, იმ დასავლეთის მიმართულებით როგორ მიდიხარ? და რატომ მიდიხარ? აი ეს არის შეკითხვა, რომელიც იბადება და რომელიც ჩნდება. მაგრამ კარგით ეს ყველაფერი იყო გუშინ. ასე ითხოვდნენ ჩვენგან და ჩვენ მოვიქეცით ისე როგორც მოვიქეცით, ანუ არ მივიღეთ მათი დავალება და არ შევასრულეთ მათი დირექტივა. ეს გუშინ იყო. დღეს როგორ არის? შეიცვალა რამე? კითხოთ ბატონ კობახიძეს. სამწუხაროდ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო მძლავრი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გრძელდება. უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალური ომის პარტია სულ კოორდინაციაში ხავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს. მიზანი აქაც იგივეა. როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ, ქართველი ხალხის ხელით ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გლობალურ ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად არ გამოადგება. სანაცვლოდ კი მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის სათავეში, ჩვენგან განსხვავებით რადიკალური ოპოზიცია მზადაა შეასრულოს გარედან წამოსული ნებისმიერი დავალება, მათ შორის მთავარი ქვეყნის ომში ჩართვა. ესე იგი, ცდილობენ რომ საქართველოს ჩართონ ომში, ანუ ეს იდეა თავს მოახვიონ და განახორციელებინონ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კი ხელისუფლება ამას არ აკეთებს და ვხედავთ რომ არ აკეთებს, ასეთ შემთხვევაში სხვა სათადარიგო გზა აქვთ. გეგმა B, რომელიც ითვალისწინებს არა რევოლუციას, როგორც ბატონი კობახიძე ამბობს ხოლმე და სხვაებიც ქართული ოცნები და არამედ სახელმწიფო გადატრიალებას. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად საქართველოს ხელისუფლებაში უნდა აღმოჩნდეს ის ხალხი, რომელიც აუცილებლად გააკეთებს იმას, რასაც დაავალებენ. ანუ დაუყოვნებლივ ჩართავს საქართველოს ომში რუსეთთან და პრაქტიკულად მიიღებს იმას, რაც მიიღო უკრაინამ. მე მგონი გაცილებით უფრო მძიმე შედეგს და გაცილებით უფრო მარტივად და გაცილებით უფრო მოკლე დროში. ანუ
ეს არის საქართველოს სრული კატასტროფა. აი ამას აკეთებს დღემდე დასავლეთი და აი ამ გზაზე, ამ ყველაფრის მიღწევის გზაზე ზეწოლის რა ფორმები გააჩნიათ მათ. სწორედ ხელისუფლების ცვლილებას და ოპოზიციის ხარდაჭერას ემსახურება ყველა ის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელსაც გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატია საქართველოს წინააღმდეგ დგამს. მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპარლამენტმა მიიღო მე-7 რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ და რადიკალური ოპოზიციის ხარდასაჭერად. საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი, რომელშიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებით გვემუქრებიან. ბრიუსელში სამჯერ გაიმართა მშენებლობა საქართველოს საკითხზე, სადაც სანქციების დაწესებას და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაუქმებას განიხილავდნენ. აი ასეთი ვითარება გვაქვს, ასეთი სიტუაცია გვაქვს. ზეწოლის ასეთი არნახული ფორმები არის. შეუნიღბავი, დაუფარავი, თავხედური, ტუტუცური და უზრდელი. აი ეს ფორმები არის, რომელიც გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ. ხა კონკრეტულად რა სიტყვენ, მაინც დავაზუსტოთ კიდევ ერთხელ. ბოლოს კი ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი და მთავრობას უყენებს პირობებს, მათ შორის სითხოვს გამჭრელობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უვიზო მიმოსვლის გაუქმებით იმუქრება. აი ოჯახის სიწმინდის დაცვის კანონი ვის რაში უშლის ხელს, რა უნდათ მათ, რა კავშირშია ეს იმასთან, რასაც ქვია სავიზო რეჟიმთან დამოკიდებულება, ახლებური დამოკიდებულება, ანუ გაუქმება უვიზო მიმოსვლისა. ან რა შუაშია ვთქვათ იგივე გამჭვირვალობის კანონი, უვიზო რეჟიმთან რა კავშირში მოდის. ეს შეკითხვა თვითონ კობახიძესაც მოუვიდა. ლოგიკურად ჩდება კითხვა. რა საერთო შეიძლება კონდეს გამჭვირვალობის ან ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს ვიზა ლიბერალიზაციასთან. ცხადია, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ გლობალური ომის პარტიის მიერ კოორდინირებული ევრობიუროკრატია ცდილობს რაიმე სახის საფუძველი მოუძებნოს მისი ხელით წარმოებულ შანტაჟს და ზეწოლას. დღეს უკვე აშკარაა, რომ არათუ შესუსტა საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მოთხოვნილება, არამედ ის კიდევ უფრო ძლიერდება. ამისთვის მისაღწევად კი, როგორც აღნიშნეთ, გლობალური ომის პარტია ევროკავშირის სტრუქტურებს და ცალკეულ ბიუროკრატებს იყენებს. კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა უთხრათ საზოგადოებას. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ გლობალური ომის პარტიამ მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოსზე თათოსხმის რეჟიმში გადააწყო, ხოლო ბერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებას მათ ხელში დარჩენილ ბოლო კოზირს განიხილავს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის სურვილები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გაუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის ხელვარება მოყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება. მე კი ვიცი, მაგრამ მე მინდა თქვენც იცოდეთ და თანაც იცოდეთ არა ჩემგან, არამედ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან ბატონ ირაკლი კობახიძისგან. აი დღეს ომის საფრთხე მოხსნილია თუ არ არის მოხსნილი? რაც შეეხება ომის საფრთხეს, არავითარი ღრმა ანალიზი არ შეიძლება იმის დანახვას, რომ ეს საფრთხე არსად წასულა. გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოკიდოს, რითაც ესდება ორი კურდღელი დაიჭიროს. ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც. ამ გეგმაში კი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა ზუსტად ისეთივე აქტუალურია, როგორც ეს ომის დაწყების მომენტში იყო. უფრო მეტიც შესაძლოა ეს საკითხი ახლა კიდევ უფრო პრინციპულია გლობალური ომის პარტიისთვის. აი ასეა ბატონებო საქმე, არაფერი არ გამარტივებულა, არაფერი არ გაიოლებულა, ყველაფერი არის გართულებული და ყველაფერი მიდის უარესობისკენ ჯერჯერობით. უბრალოდ მიყავთ შეგნებულად, ვინ არიან ეს ადამიანები, რა კავშირია ამ ეგრეთ წოდებულ deep state-სა და დღევანდელ პრეზიდენტს შორის, რომლებიც დაპირისპირებული აღმოჩნდნენ ერთმანეთთან, მაგრამ სინამდვილეში რას ნიშნავს ეს დაპირისპირება, ან რა შედეგი შეიძლება ის დამთავრდეს, ამ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობდა ბატონი კობახიძე და მსჯელობდა ძალიან საინტერესოდ. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისთვის. უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, შორმანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, სანქციების დამძიმება რუსეთისთვის, გადამდგარი გენერლების განცხადებები, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ემზადებიან რუსეთთან ომისთვის, ეს ყველაფერი ათლად აჩვენებს გლობალური ომის პარტიის გეგმას, რუსეთ-უკრაინის ომის
საფუძველზე ევროპის ხარჯზე გაგრძელდეს საომარი მოქმედებები და გაძლიერდეს ის პროცესები, რომელიც დაკავშირებულია ერთი მხრივ ევროპის და მეორე მხრივ რუსეთის დასუსტებასთან. ესე იგი, რა საინტერესოდ არის საკითხი დასმული და აგვირდით. ერთის მხრივ რუსეთის დასუსტება, მეორეს მხრივ ევროპის დასუსტება. ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში და ახლა ჩვენ მოდით ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, ვინ არის ეს deep state-ია, თუ მისი მოწინააღმდეგე მხარეა, თუ პირიქით არის გაყოფილი ამერიკა ორად, თუ როგორ არის, ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის აი ეს სიბინძურე, რასაც ქვია შუღლის დათესვა, ერთმანეთთან მტრობის დათესვა, ომის გაღვივება და დასუსტება, ორი კურდღლის დაჭერა, ანუ დასუსტება ერთი მხარისა და დასუსტება მეორე მხარისა. აქ უაღრესად საინტერესო სიტყვა ახსენა ბატონმა კობახიძემ. ევროპის მილიტარიზაცია. ასევე ხაზგასაცმელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ შეერაღებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5% დაიხარჯება, რაც ამ ქვეყნების ბიუჯეტის 15%-ს აღემატება. გლობალური ომის პარტიის მიერ ნაკარნახევი ეს ნაბიჯი ევროპულ ქვეყნებს მილიტარისტულ ქვეყნებად აქცევს, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო ზრდის კონტინენტზე საომარი ესკალაციის საფრთხეებს, ხოლო მეორე მხრივ სამხედრო ხარჯების გაზრდა კიდევ უფრო დაამძიმებს ევროკავშირის ეკონომიკის მდგომარეობას და სოციალურ ფონს. ევროპის მილიტარიზაცია. კი ბატონმა კობახიძემ აქ ისე deep state-ს გაუსვა ხაზი, მაგრამ მოდით შევეკამათოთ მას. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ნატოს ბიუჯეტის ზრდა, ანუ ევროპის მილიტარიზაცია. ეს ყველაფერი მოდის ტრამპისგან და არა deep state-ისგან. ტრამპის იდეა იყო ეს, სხვათა შორის არა ახლა, არამედ პირველი პრეზიდენტობის დროს, როდესაც 45 პრეზიდენტის რანგში მოევლინა იგი ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს. მაშინ დაიწყო ეს იდეა ნატოს ბიუჯეტის ზრდა ევროპის ხარჯზე და რასაც ახლა მიაღწია. მან გაზარდა ნატოს ბიუჯეტი, ანუ ხდება ევროპის მილიტარიზაცია და აქ რაშუაშია deep state-ი, როდესაც ამას ტრამპი აკეთებს. ამიტომ ეს deep state-ი და ტრამპი ერთ შემთხვევაში დაპირისპირებულნი არიან, მაგრამ რამდენად არიან დაპირისპირებული და მართლა საბოლოოდ და შინაარსობრივად და თვისებრივად არიან თუ არა დაპირისპირებულნი ერთმანეთთან, აი ეს საკითხი ჩდება და კიდევ მრავალი საკითხი შემოდის, რომელთა შესახებაც ასევე მსჯელობდა ბატონი კობახიძე. ამ მომძიმეს პირობებში გმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დახვდეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გადავდგათ გონივრული ნაბიჯი. ჩვენ უნდა გონება მოვიკრიბოთ, გონებას ვუხმოთ და არ ავყვეთ ემოციებს, არ ავყვეთ შეშლილებს, არ ავყვეთ გიჟებს, როგორც ბევრჯერ გავაკეთეთ 55 წლის განმავლობაში. ახლა სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ და კარგია, როდესაც მთავრობის თავმჯდომარე ლაპარაკობს ამენით, იმიტომ რომ მან დაინახა, მან შეაფასა, მან გააცნობიერა, რასთან აქვს საქმე, ბევრი ისეთი რამისთვის მიუწვდება ხელი, რისთვისაც მოსახლეობას და ხალხს არ მიუწვდება ხელი და აქედან გამომდინარე, თუ ეს ყველაფერი დაწონილია, გააზრებულია კარგად და ნაბიჯებით შესაბამისი მოყვება, რა თქმა უნდა, ეს იქნება გადარჩენის ერთგვარი გარანტია. ახლა იმასთან დაკავშირებით, რით შეიძლება დამთავრდეს deep state-თან ბრძოლა? რაც შეეხება მიმდინარე პროცესებში ამერიკის შეერთებული შტატების როლს. ფაქტია, რომ საქართველოს მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება კარდინალურად არის შეცვლილი და შეჩერებულია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან მომდინარეობდა და რაც ახლა ოფიციალური ბრიუსელის ხელით ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მწვავედ გრძელდება. არაერთხელ გვითქვამსა კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს უსურვებს წარმატებას deep state-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ასევე ვიტოვებთ გონივრულ ეჭვს, რომ შეასრულა ეს ბრძოლა არა deep state-ის დამარცხებით, არამედ მისი რებრენდინგით დასრულდეს, რის მიზანიც ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით გაწევა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის სრული სიმძლავრე ჩათრევა და საბოლოოდ ევროპისა და რუსეთის ერთგულად ანგრევა შეიძლება იყოს.
ამ ყველაფერს რო გვიჩენებს, თუმცა სამართლიანობისთვის ის უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუგეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. კიდევ ერთხელ გამოხატავთ გულწრფელ სურვილს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს Deep State-ი, წინააღმდეგ შემთხვევაში Deep State-ი, იგივე გლობალური ომის პარტია დაანგრევს არა მხოლოდ ამერიკას, როგორც დონალდ ტრამპმა თავად აღნიშნა, არამედ ევროპასაც. მართალი გითხრათ, ასეთ გულახდილობას, ასეთ პირდაპირობას საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის პირიდან მე არ მოველოდი. ეს ისეთი სიახლეა, რომ მეტი არ შეიძლება. შესაძლებელია Deep State-დან ბრძოლა დამთავრდეს Deep State-ის რებრანდინგით, ანუ Deep State-ის განახლებით, Deep State-ის გამარჯვებით. არ უთქვამს მას, რომ ტრამპი აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. სხვათა შორის არ ჩანს ტრამპის სამწუხაროდ ის კაცი, რომელიც ჯერ ერთი ბოლომდე დაუპირისპირდებოდა ამ Deep State-ს და მეორე მიაღწევს ამ Deep State-დან გამარჯვებას, იმიტომ რომ ეს უდიდესი, უზარმაზარი, უვერაგესი და უბოროტესი ძალაა და უმდიდრესი ძალაა. ძნელია აქ ვარაუდი იმისა, რომ ეს ტრამპის გამარჯვებით დამთავრდება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იმ დონის ხელმძღვანელები და ჩინოვნიკები, როგორც გახლავთ ბატონი კობახიძე, ასეთი გულახდილობით არ ლაპარაკობენ. ის რაღაცამ აიძულა, რომ ეს გულახდილობა გამოიჩინა და ეთქვა, რომ შესაძლებელია ყველაფერი ტრამპის მარცხით დამთავრდებს. ასეთი გვაქვს, ასეთი რეალობა გვაქვს და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ბრიფინგი ჩვენი პრემიერ-მინისტრისა არის დასამახსოვრებელი და ისტორიული ბრიფინგი. შემდგომ მოვლენებმა შესაძლებელია ბევრი რამ კიდევ ახლებურად და ზუსტად იმ ჭრილით და იმ რაკურსით დაგვანახოს, რა რაკურსითაც დღეს ბატონმა კობახიძემ წარმოადგინა ყველაფერი. ახლა მინდა თანდათანობით უკვე ბოლოსკენ წავიდე, თან ის სიტყვა გვახსოვს დაიგვიანეს და მინდა წარმოგიდგინოთ თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რაღაცნაირად განზოგადებული, აბსტრაგირებული სახე ადამიანისა, მოქალაქისა, რომელიც არის რუსოფობიით შეპყრობილი, რუსოფობიით გამშვალული. რას ნიშნავს რუსოფობია? რამდენად არის მასში ემოციის და ფსიქიატრიული შემადგენელი წარმოდგენილი და რამდენად არის ის გაჟღენთილი და გაჯერებული ზედაპირულობით, გულისამრევი პრიმიტივიზმით. აი განზოგადებული სახე, მოქალაქე საქართველოსი, ქართველი ქალბატონი. აიგეთ ხალხო, რომ არ გვინდა ეს რუსეთი, რა მოგვიტანა რუსეთმა? ოკუპაცია, ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. რა მოგვიტანა? მტრობა. რუსეთი ჩვენი მეგობარი ვერასდროს ვერ გახდება. ევროპა გვთავაზობს მეგობრობას და ღირსეულ, ყველაზე მაღალ ფასეულებებს, სიცოცხლეს, თავისუფლებას, დემოკრატიას და ბედნიერებისაკენ ტოლვას, არა რუსულ კანონს. თუ არ გაიწევთ ამ კანონს, ძალიან ცუდად დაათავეთ. ხელსაწერს TV პირველი. აი TV პირველი და ასეთი ორგანიზაციები, ასეთი ტელეარხები, ეს არის ბუდე, რომელიც თავის თავში აერთიანებს და კრავს და თავს უყრის რაღაცნაირად აი ამ ფსიქიატრიას. ამ ქალბატონის სიტყვებში კი არა, ამ ქალბატონის სუნთქვაში, ამ ქალბატონის გამომეტყველებაში, ამ ქალბატონის თვალების რაღაც უცნაურ ანთებულობაში გამოშვიოდა ის, რასაც ფსიქიატრია ქვია, მაგრამ ამ ჭკუით გინდათ ქართველებო რომ იაროთ? აი ამ ემოციებით და ამ ფსიქიკური მდგომარეობით გინდათ საქართველოს მომავალი გამოჭედოთ? ასე ფიქრით, ასე წარმოდგენით, ასე გააზრებით, ასეთი სიშიშვლით და მე წაღამ თქვი აი გულისამრევი პრიმიტივიზმით გინდათ გადაწყვეტოთ საქართველოს პოლიტიკის, საგარეო ორიენტაციისა და გეოპოლიტიკურ რეალობაში, თანაც ახალში, რომელიც ჩვენ თვალწინ იბადება, მაგრამ ჯერ ბოლომდე გამოკვეთილი არ არის. აი აქ გვინდა ჩავეწეროთ აი ამათი ჭკუით, ამ ადამიანების ნააზრევით, თუ ამას შეიძლება ნააზრევი დავარქვათ,
მივხვდით ხომ რა განზოგადებას ვაკეთე. აი ეს ადამიანები არის, ეს შეშლილობაა ის რუსოფობია, რაც სახეზე გვაქვს. ამის იქით არ მიდის. მეტი სიღრმე მას არ გააჩნია. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ქალბატონი მთლად ბოლომდე ვერ გამოხატავს იმ განზოგადებულ სახეს, რომლის წარმოჩენაც გინდოდაო, კარგით, მე კიდევ ერთ პერსონაჟს შემოვიყვან და მას ასე ვთქვათ, ვთხოვ დახმარებას, გვიჩვენოს თუ რა არის და როგორია ეს რუსოფობია. რუსკი მირ ინგრევა. მე მხოლოდ ლინგვისტური თვალსაზრისით რუსკი მირის დანგრევას არ ვგულისხმობ, მე ვგულისხმობ რუსეთის გავლენების მონგრევას მის გარშემო. და ვინ ის იქნებ რუსეთის დანგრევასაც კი ვგულისხმობ. ამას გულისხმობს ეს კაცი. მაგრამ რამდენად რეალურია ეს? რა შედეგები მოყვება ამ მიმართულებით სიარულს? ამ კაცის კი არა. ჩვენაირი პატარა ქვეყნის კი არა. თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და თუნდაც კოლექტიური დასავლეთისა და თუნდაც მათი შეიარაღებული ბლოკისა, რომელსაც ნატო ქვია. რა შედეგი შეიძლება მას მოყვეს? ან ჩვენ პატარა ქვეყანა 2 მილიონიანი თუ 3 მილიონიანი გასაცოდავებულ დემოგრაფიულ მდგომარეობაში ყოფი ქვეყანა შეიძლება რომ რუსეთს დაუპირისპირდეთ და ამაში ჩვენი რაღაცა ისტორიული მისია დავინახოთ თუ შეშლილები არა ვართ? შეიძლება ასეთი აზრები მოძლიოდეს ადამიანს? შეიძლება. ოღონდ პარალელურად თან მოусმინეთ და თან დააკვირდით შეშლილობის ხარისხს. 90-იან წლებში, როცა ინგრეოდა საბჭოთა კავშირი, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა საბჭოთა კავშირის დანგრევაში. სხვა რესპუბლიკებმა, განსაკუთრებით ასე მაგალითად ცენტრალური აზიის რესპუბლიკებმა, ხო, არ მიიღეს მონაწილეობა და ხონჩით კი მიართვეს, მაგრამ მოპოვებული თავისუფლება გაცილებით ღირებულია, ვიდრე ხონჩით მირთმეული. ახლაც ხონჩით მორთმეული ბენეფიტები კი არ გვინდა ჩვენ, არამედ ჩვენ და მოვიპოვოთ, ჩვენ და მივიღოთ მონაწილეობა რუსეთის დანგრევაში. გესმით? ჩვენ, ანუ ვინ ქართველებმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა რუსეთის დანგრევაში. მაგრამ ვაი თუ საქართველო შემოგვენგრეს ხელში ამ რუსეთის დანგრევის მცდელობაში. ამდენს ვერ თვლის ეს კაცი, ვერ ანგარიშობს. მეორე სვლამდე ვერ მიდის. პირველი სვლა აქ აგერ გასაკეთებელი. გააკეთა პირველი დაავარტყამთ რუსეთს, მივიღებთ ის დანგრევაში მონაწილეობას. დავშლით სულ ნაფოტებად ვაქცევთ. ვაი თუ ასე არ გამოვიდეს ეს შეკითხვა თვითონ რომ არ მოსდის თავში გასაგებია, მაგრამ სხვამ რომ დაუსვას, იმ სხვას გამოაცხადებს მოღალატედ. იმ სხვას შერაცხავს საქართველოს დაუძინებელ მტრად. მაშინ როდესაც თვითონ არის საქართველოს დაუძინებელი მტერი. რა კი მოგვიწოდებს რუსეთთან ომში ჩართვისკენ. ამაზე მეტი დანაშაული, ამაზე მეტი სისულელე და ამაზე მეტი შეურაცხადობა. როგორ უნდა გამოავლინოს ადამიანი? სხვათა შორის გზადაგზა ქვეცნობიერად მაინც როგორც ჩანს გრძნობს თავის მდგომარეობას. რაღაცა რომ ვერ არის შიგნით თუ თავში თუ ქვემოთ სადღაც წესრიგში. აი ამას გრძნობს და ამიტომ ამ ერთი რაღაცა განცხადების გაკეთების დროს მრავალჯერ მოსვა წყალი, აი ასე. მესამედ მოვსვათ, მესამედ. ჩიქიდან წყალს მოვსვათ, ტრამპის გაუბარჯოს, ტრამპს გაუბარჯოს, შეერთებულ შტატებს გაუბარჯოს, საქართველოს გაუბარჯოს, ტრამპის მოვსვათ ჯერ. ხედავთ? აი ეს არის განზოგადებული სახე რუსოფობისა, რომელიც საბოლოო ჯამში ქართველოფობი გამოდის, საქართველოს მტერი გამოდის, საქართველოს მოძულე გამოდის, საქართველოს ხვალინდელი დღის თუ დღევანდელი დღის მესაფლავე გამოდის. ასეთი ადამიანები და ასეთი ადამიანების ჭკუაზე თუ ვივლით,
მაშინ რა შეიძლება საქართველოს დაემართოს? აი ეს ნაწინასწარმეტყველები აქვს ერთ კაცს, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით არ უყვართ, მაგრამ რომლის ყველა ნათქვამი რაღაც სასწაულებრივი სიცხადით ახდება და ახდება ხოლმე. ამ კაცის გვარი იყო ჟირინოვსკი, იყო, რადგან ის აღარ არის ცოცხალთა შორის. Значит, будущего у Грузии нет. Она будет разделена между Турцией, Арменией, Осетией, Абхазией. Останется Хачапури и Харчо. Ცუდი ნათქვამია. ძალიან ჭახეთ ხდება ყურს. საქართველოსგან დარჩებაო ხაჭაპური და ხარჩო. ძალიან ცუდი ნათქვამი. მაგრამ მართალი რომ გამოდგეს რა შობით მაშინ. რა უკრაინისგან რა დარჩა აბა ერთი დაითვალონ უკრაინელებმა, პატრიოტმა უკრაინელებმა, ზელენსკიმ და მისმა ხუნტამ დაითვალოს რა დარჩა უკრაინისგან და რა დარჩება მისგან. და მე ჩვენ დავითვალოთ რა დაგვრჩება თუ ამ ადამიანების კუაზე ვივლით. თუ რუსოფობიით ვიხემძღვანელებთ. თუ მივეყიდებით ჩვენს დასავლელ ეგრეთ წოდებულ პარტნიორებს, რომლებიც საფლავს გვითხრიან და გვითხრიან და გვითხრიან, აგერ უკვე 4 ათეული წელიწადია და ახლა კიდევ გვიმზადებენ. აი არ ვიცით რა იქნება შემოდგომაზე, როდესაც მოვა ეს არჩევნები. ძალიან დიდი იმედი აქვს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს სისხლიანი, წრემლიანი და საქართველოს დამანგრეველი. დასავლეთი აკეთებს ამას, ნუ დავყოფთ ახლა ამ დასავლეთს, ამერიკაც იქ არის, ევროპაც იქ არის, ნატოც იქ არის, ევროკავშირიც და ყველაფერი ერთად არიან. და ამას ვიმზადებენ, რაც გვიწინასწარმეტყველა ჟირინოვსკი. ახლა მოდით და ვაგინოთ ამ მკვდარკაცს დედა და მშობლები და წინაპრები და მომავალი თაობა. ვაგინოთ, ლანძღოთ, რამდენიც გინდათ, მაგრამ ჟირინოვსკის ნათქვამი კი არ არის პრობლემა. ჩვენი ნამოქმედარია პრობლემა. და გარედან დამხმარეთა ნამოქმედარია პრობლემა. ვის ჭკუით მივდივართ და ვისი დავალებებით მოქმედებთ. ეს არის პრობლემა. რა არის გადასაწყვეტი? გადასაწყვეტი ის არის, რომ უარი უნდა უთხრათ ჩვენთვის დამანგრეველ პოლიტიკას, რომელსაც ქვია დასავლური ორიენტაციის პოლიტიკა. ამას უნდა უთხრათ უარი. და თუ გუშინ არ დაგვიწყია, თუ გუშინ წინ არ დაგვიწყია, დღესვე დავიწყოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ჩვენ რუსეთთან ინტერესთა შეპირისპირება, ინტერესთა დაჯახება შევცვალოთ ინტერესთა ჰარმონიზებით. რუსეთსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე ინტერესთა დაპირისპირება. აი ამ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რომელშიც ცხოვრობთ ერთიც და მეორეც. ეს ინტერესები უნდა მოვძებნოთ, შევაჯეროთ, მივიდეთ, დიალოგი დავიწყოთ. რაც დასაგმობია ჩვენს ურთიერთობებში დავუგმოთ, მაგრამ როგორ გავიხედოთ ერთად მომავლისკენ. აი ეს არის გასაკეთებელი და ის სიტყვა ხომ გახსოვთ რის დავიწყეთ? დაიგვიანეს. ხომ არ დავიგვიანეთ? ხომ არ მოვდუნდით ძალიან? ხომ არ ავყევით დასავლეთის ამ დემაგოგიას, ამ დეზინფორმაციას, ამ სიყალბეს, რასაც ამდენი წლის განმავლობაში გვახვევენ და გვახვევენ თავს და დავაგვიანეთ იქ მისვლა, სადაც აუცილებლად მოგვიწევს მისვლა. სადაც აუცილებლად უნდა მივიდეთ, რადგან აუცილებლად უნდა გადავრჩეთ. აი ამიტომ დავიწყე ამ სიტყვით. დაიგვიანეს და ვამთავრებ ამ სიტყვით. ოღონდ არა ისე რომ დავიგვიანეთ, არამედ არ დაგვაგვიანდეს. ხვალვე გავაკეთოთ. თუ შესაძლებელია, დღესვე დავიწყოთ. ახლა ამ წულს. მე ვიცი, ვინც უსმენს ამ ჩემს გადაცემებს. შესანიშნავად ვიცი. ამიტომ მათ ვეუბნები პირველ რიგში, ხვალისთვის ნუ გადადებთ. დღესვე დაიწყეთ. რუსეთთან ურთიერთობების ძებნა და ჩამოყალიბება. იმიტომ რომ
ეს არის ჩვენი გზა, ჩვენი გამოვლილი გზა, ჩვენი ისტორია, ჩვენი ბიოგრაფია, ნაცადი გზა. ეს არის გზა, რომელიც აი განსაკუთრებული ძაფებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული და დამაკავშირებელი. მართლმადიდებლობის გზა, უფლის გზა, ქრისტეს გზა. მესამე რომი, ესეც არ დაგავიწყდეთ. მართლმადიდებლობის ბურჯი ვინც არის, ისიც არ დაგავიწყდეთ. ამიტომ ამაშიც არ დავიგვიანოთ. მოდით გავაკეთოთ ის, რაც როგორც რიტუალი დავნერგე ამ გადაცემაში, რასაც სანთლის ანთება და პირჯვრის გადაწერა ქვია. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე სუფთა და ყველაზე სწორი რიტუალი. ყველაზე სწორი გზა, რა გზითაც შესაძლებელია ჩვენ ვიაროთ. მართლმადიდებლობის გზა. მე გთხოვთ ჩემთან ერთად გადაიწეროთ პირჯვარი. ვთხოვოთ უფალს საქართველოს გადარჩენა, მაგრამ არა მარტო ვთხოვოთ, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავრჩეთ. ყველაფერი, რაც ჩვენს ხელთ არის. და ასე ვიაროთ იმ მიმართულებით, რასაც სიმართლე ქვია, ჭეშმარიტება ქვია, სიკეთე ქვია, ზნეობა ქვია, ღმერთთან მისვლა ქვია და სანთლებთან მისვლა ქვია, ისე როგორც აი ეს ანგელოზი მიდის სამებისა და სანთლების მიმართულებით. აი თითქმის ყველაფერი ის, რაც ამ გადაცემაში მინდოდა თქვენთვის მეთქვა. ამით დავამთავროთ ეს საუბარი. იმედი მაქვს, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვებით. ნახვამდის.